ბერიძე 6, ჯავაშვილი 5, კოტორაშვილი 3, ბუიღლიშვილი 8, ფეტვიაშვილი 17, თუშიშვილი 20, თავერდიეველი 14, გოგისვანიძე 7 და გლონტი 10 ნომრით ითამაშებს. რაც შეეხება რუსთავს 12 ნომერი გავაშელიშვილია კარში, 4 მოსაშვილი, 16 გველუკაშვილი, 2 ამბროლაძე, 15 მაგრაძე, 14 ნოზაძე, 17 კიკაძე, 10 კასრაძე, 8 ლომიძე, 5 მერაბიშვილი და 19 გოგილაშვილი. ეს არის ორივე გუნდის შემადგენლობა. პაპუნა მაჭარაძე იქნება მთავარი არბიტრი ამ შეხვედრაში, მიხეილ ტურიაშვილი და მიხეილ ციკლაური მისი დამხმარეები იქნებიან. როგორც გითხარით, ეს არის ელიტ ლიგის 2011 წლიანების მეოთხე ფინალური დაპირისპირება. ნახოთ, როგორი თამაში გამოვა. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რუსთავს და ატლეტიკოს შორის 1-1 დასრულდა და ეს არის გამეორებითი თამაში და ამ შეხვედრაში რა თქმა უნდა გადაწყდება ნახევარფინალისტის ბედი და რომელი გუნდი იქნება ნახევარფინალში. რა თქმა უნდა ამ თამაშის ბოლოს გავიგებთ. ხო, ასევე თეკისულაქველის აკადემია იბერიას წყვილში გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა 6-0 და 4-0 მოიგო იბერიამ და საბოლოო ჯამში მოახერხა და ნახევარფინალში იბერია გავიდა. ასევე ამ წყვილთან ერთად გლდანი ლოკომოტივის წყვილში არის გამარჯვებულის ვინაობა გამოსავლენი და დინამოს კოლოშ ტურმის წყვილში. ეს არის საერთოდ მეოთხე ფინალების წყვილები და საბოლოო ჯამში ვინ ითამაშებს ნახევარფინალში. რუსთავი შეიყვანს თამაშით, ერთმაისურებში იქნებიან რუსთავის ფეხბურთელები, ხოლო ლურჯმაისურებში ატლეტიკის მოთამაშეები. ისევ სახელმთავარი არბიტრი ნიშანს და შეიყვანენ თამაში, თეონდელი შეხვედრის სტუმარი გუნდის ფეხბურთელები შეიყვანეს თამაში რუსთავის მოთამაშეებმა, მაღალი გადაცემა მარჯვენა ფლანგის მიმართულებით, ეს პასი არ გამოდის და ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები დარჩებიან საკუთარ ნახევარზე. საკმაოდ სარისკო მოქმედება მასპინძელთა კაპიტნის შესრულებით, მაგრამ მაინც მოახერხა ბურთის შეინარჩუნება და ისევ ბურთით მასპინძლები არიან საკუთარ ნახევარზე. ეს გადაცემა ზუსტია, შემდეგ ეს პასი წყლონტიც გადაცემაც გავიდა და შემდეგ ნახოთ როგორი გაგრძელება იქნება, არა დაკარგეს ბურთი სწრაფად მასპინძლებმა და ახლა უკვე რუსთავის ფეხბურთელები იქნებიან ბურთით გავაშელიშვილი ჩაერთო თამაშში სტუმართა გუნდის მეკარე, რომელიც აკეთებს მაღალ პასს მარჯვენა ფლანგის მიმართულებით. არ გამოდის ეს პასი, კარგად ითამაშა ეპიზოდში პოზიციურად ატლეტიკის კაპიტანმა ბერიძემ და შემდეგ ისევ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები დარჩებიან. ატლეტ საინტერესო თამაშის მოდიში ვართ აი ამ დაპირისპირებაში, ყველაფერი შეიძლება ვიხილოთ ამ შეხვედრაში, შეიძლება ძირითადი დროც არ გამოვიდეს გამარჯვებული და ნახევარფინალის ის ნაობა ვერ გავიკეთოთ და დამატებით დრო და პენალტების სერია შეიძლება გახდეს საჭირო აი ამ დაპირისპირებაში, აი ამ გუნდების წყვილში. აქ ისევ ვეკარი გავაშელიშვილი, რომელიც ცოტათი ცნაური გადაცემას აკეთებს და ვერ მოახერხეს აქ რუსთავის ფეხბურთელებმა ბურთის შეინარჩუნება, შეიძლება აქ საფათო მომენტი შექმნა, დარტყმა კარში და გავაშელიშვილი თამაშობს, შემდეგ ისევ გავაშელიშვილი და ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა აქ ატლეტიკს შეიძლებოდა გოლის გატანა და გავაშელიშვილმა ითამაშა საკმაოდ კარგად აი ამ ეპიზოდში. თუ არ ვცდები თუშიშვილი ურტყამდა იქ და საკმაოდ ურთულესი ბურთის ორი ბურთის მოგერიება მოახერხა რუსთაველთა კარის დარაჯმა. აქ კი მარცხენა ფლანგიდან დარჩებიან ატლეტიკის ფეხბურთელები შეტევაში და ვნახოთ აი ამ შეტევას რა გაგრძელება მოჰყვება. ფაქტია, რომ პირველი საფათო მომენტი მასპინძლების შესრულებით ვიხილეთ, ჩაწოდება საჯარიმოში, გამოიტანეს ბურთი რუსთავის მოთამაშეებმა, საკმაოდ შორს უბისამართოდ, ნახოთ აქ ბურთზე ვინ იქნება პირველი რუსთაველთა ფეხბურთელი და ძალიან კარგი შანსი არის, მაგრამ აქ დაცვაში თამაშობენ ბოლო მომენტში ყურადღებით ატლეტიკის ფეხბურთელები. ლომიძე აქტიურობდა ამ სიტუაციაში, ცდილობდა 1-1-ზე გასვლას, მაგრამ მაინც კარგად ითამაშეს ბოლოს დაცვაში დღევანდელი შეხვედრის მასპინძლებმა.
ამასობაში აუტიდან მოაწმიან ბურთს რუსთაველი ფეხბურთელები. ბურთით ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები არიან, თუშიშვილი უკან გადაცემა და დაიჭერს ბურთს ამასობაში მასპინძელი გუნდი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს. ჯავაშვილმა გააკეთა კაპიტნის მიმართულებით გადაცემა და ერთ-ერთი შეხებით გათამაშდა კომბინაცია ჯავაშვილის სამართით. მასი არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ ბურთი მიიღო მაინც კოტორაშვილმა და აქ დააკარგეს ბურთი ატლეტიკის ფეხბურთელებმა. შემდეგ ნახოთ როგორი გაგრძელება იქნება რუსთავის ფეხბურთელების დილობის შეტევას და კარგი იყო აი ამ სიტუაციაში რუსთაველთა მეხუთე ნომერი. ისევ რუსთავის ფეხბურთელები დარჩებიან ბურთით მეტოქის ნახევარზე. ეს გადაცემა ცოტათი ძლიერია და არაზუსტია, ამიტომ იქნება აუტი. თავით თამაში სამასობაში ერთმა იზურიანმა ფეხბურთელებმა ამასობაში ატლეტიკმა მოაწოდა აუტი, ისევ თავით თამაში, ბურთით რუსთავი დარჩება. შეიძლება აქეთ მარცხენა ფლანგისკენ გადაცემის გაკეთება, კი ბატონო, ასეც არის. მეტოქის ნახევარზე არიან, რაც ფავორია ბურთით რუსთავის ფეხბურთელები და აი აქ ამ ეპიზოდში საკმაოდ კარგად თამაშობს კოტორაშვილი, რომელმაც გააკეთა შემდეგ გადაცემა თუშიშვილის მიმართულებით და შემდეგ ნახოთ მეოცე ნომერი რას მოიფუქმედებს. ორი ფეხბურთელი ყავს გარშემო და ძალიან კარგადაც თამაშობს. აქ შევიდა საჯარიმოში ვარდნა, შემდეგ საკმაოდ საფრთხო და ხდება როგორც კუთხური იქნება. კარგი იყო თუშიშვილი ამ სიტუაციაში, რომ არა მის წინააღმდეგ ვარდნა საკმაოდ საფრთხო იქნებოდა ის ეპიზოდი, რომელსაც თავაზობდა მასპინძელთა მეოცე ნომერი. ნახოთ აი ამ სტანდარტულს როგორ გამოიყენებენ ატლეტიკის ფეხბურთელები. გაწოდება საჯარიმოში, აქ ბეკარი გამოდის ყურადღებით თამაშობს, შემდეგ გადმოვარდნილზე ერთი შეხებით დარტყმა და მისდის ისევ ბურთი რუსთაველთა მეკარეს გავაშელიშვილი თამაშობს აქაც ყურადღებით, რომელმაც ძლიერად შეიყვანა ბურთი თამაში. აქ პირველი ბურთზე რუსთავის ფეხბურთელები თამაშობენ, შემდეგ არ გამოდის აქ ბურთის შენარჩუნება. ისევ ლომბიძე აქტიურობდა და როგორც ჩანს თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდა რუსთაველთა მე-18 ნომერი. ხოლო შეიძლება ამ გუნდების გავლილ გზას ელიტ ლიგის 2011 წლიანების აჯგუფში ასპარეზობდა რუსთავი. მეოთხე ადგილზე გავიდა გუნდი 42 ქულით, 41 გოლი გაიტანა, 38 გაუშვა, 20 თამაში, 13 მოგება, 3-4 მარცხი. ამ ჯგუფში იბერია გახდა ჩემპიონი 57 ქულით და საერთოდ 4-ეული ასე გამოიყურებოდა. 43 გლდანი მეორეზე, დინამოს სკოლა 43 მესამეზე და 42 მეოთხე პოზიციაზე რუსთავი. რაც შეეხება ატლეტიკის ჯგუფს, ატლეტიკი თავის ჯგუფში პირველ პოზიციაზე გავიდა, 92 გოლი გაიტანა, 17 გაუშვა საკუთარ კარში, 22 შეხვედრაში და საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააქროვა ატლეტიკმა. კი ბურთით რუსთავის ფეხბურთელები არიან, ეს გადაცემა, რომელიც ჩაიფიქრა რუსთაველთა მეათე ნომერმა კასრაძემ არ გამოვიდა, შემდეგ ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები, იქნება აუტი და დარჩებიან ისევ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები. მოწოდეს სწრაფად ბურთი აუტიდან ჯავაშვილი. პერიძე საკუთარ ნახევარზე ათამაშებს ბურთს ატლეტიკი. აქ ბურთის დაკარგვა არ შეიძლება, ძალიან საფრთხო იქნებოდა ეს ყოველივე და ისევ ჯავაშვილი და ბურთით ატლეტიკი. აქაც გარისკა ჯავაშვილმა, ისევ პერიძე და გუნდის კაპიტანია ბურთით, რომელმაც მარცხენა ფლანგზე გააკეთა გადაცემა წინ ეს პასი გადის ერთი შეხებით კარგი გათამაშება, შემდეგ ნახოთ აი ამ გადაცემას გამოიხმაურება თუ არა მასპინძელთა ფეხბურთელი. არა, კარგად თამაშობს დაცვაში ამ სიტუაციაში მოსაშვილი და გადააქვთ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ, იქნება აუტი მარცხენა ფლანგიდან. შეტევაში დარჩებიან ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები. მოაწოდეს ამასობაში აუტი, შემდეგ თავი თამაში რუსთავის ფეხბურთელებმა მოიპოვეს ბურთი საკუთარ ნახევარზე, ეს პასი არ გამოდის, კარგად თამაშობს პერიძე ამ სიტუაციაში, შემდეგ მაღალი გადაცემა მეტოქის ნახევრის მიმართულებით და აქ ნახოთ ყურადღებით არის თამაში დაცვაში საჭირო ეს ჯარიმაა და
ბატონო, იყო თამაშის წესების დარღვევა, ბურთით ატლეტიკი დარჩება. მერვე წუთი მიმდინარეობს ჩვენ შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა, იყო ერთი საკუთო მომენტი, რომელიც ატლეტიკმა შექმნა და იქ გავაშელიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად, რუსთაველთა მეკარემ ორი ურთულესი მოგერიება შემოგთავაზა ბურთისათვის ბრძოლა და თამაში გრძელდება. დაშავდა ამასობაში ატლეტიკის მეხუთე ნომერი ჯავაშვილი, რომელიც წამოდგა საკმაოდ კარგია. ყველაფერი იქცია და ბურთით არიან ატლეტიკის ფეხბურთელები, რიკოშეტი ეს გადაცემა მაინც გადის და კვლავ ლურჯმაისურიანი ფეხბურთელები ცდილობენ შეტევას, ოღონდ ეს გადაცემა აღარ გამოდის ზუსტი და ბურთით სწორედ რუსთავი იქნება და გადავიდნენ კიდევაც მეტოქის ნახევარზე სწრაფად ვნახოთ შემდეგ როგორი გაგრძელება იქნება, არ გამოდის ეს პასი. ისე და ისევ მასპინძლები არიან ამასობაში ბურთით. ხო, გასაგებია, ეთყობა თამაში აქ ჯარიმა ამასობაში, რომ ამ თამაში გაირკვევა რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ნახევარფინალისტის ვინაობა და ეს ყოველივე თამაშიც აისახება, რომ ამ თამაშში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და გუნდებს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პატარა ეპიზოდებსაც, პატარა მომენტებსაც, წამებსაც აწუხებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად საკმაოდ კარგი თამაში მიმდინარეობს ობიექტურად თუ შევაფასებთ, აქ ჩაწოდება საჯარიმო მოედანში პირველი ბურთზე თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები, მოსაშველი აქაც კარგად თამაშობს ძალიან და შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადავიდა ბურთი, იქნება აუტი, როგორც ჩანს დაკარგეს ბურთი ატლეტიკის ფეხბურთელებმა. ეს შეტევა არ გამოუვიდა თამაშობაში მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს და რუსთავი დარჩება ბურთით. არ არის ეს აუტლად კარგი, ისევ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები არიან, ნახოთ ამჯერად რა იქნება, აქაც მოსაშველი თამაშობს საკმაოდ ყურადღებით დაცვაში და შემდეგ აი ეს გადაცემა საკმაოდ საინტერესოა, თუ გამოვა არა. კარგია ამ სიტუაციაში დაცვაში კოტორაშვილი ბოლომდე იბრძოლა ამ მომენტში ლომიძე და შემდეგ აუტზე გადააგდო ბურთი კოტორაშვილმა, სხვა გამოსავალი ვერ იპოვა აქ, რა თქმა უნდა. არც იყო სხვა გამოსავალი აქ ამ სიტუაციაში, ნახოთ აუტიდან მოაწვდიან ბურთს რუსთაველი ფეხბურთელები. მოაწოდეს ამასობაში აუტი ერთი შეღებით გათამაშება, ჩაწოდება საჯარიმო მოედანში, აქ შეცდომა დაცვაში გრძელდება შეტევა, სრულმოძრაობა საკმაოდ კარგი დარტყმა და ზუსტად მიდის ბურთი იქ, სადაც მეკარე იმყოფებოდა. ცეცხლაძე მარტივად ეუფლება ბურთს. აი ეს მომენტი, რომელიც რუსთავმა შექმნა და ხო, გასაგებია, უფრო კარგი დარტყმის შემთხვევაში შეიძლებოდა ანგარიშიც გახსნილიყო, მაგრამ ისეთი სიტუაციაში იმყოფებოდა რუსთაველთა ფეხბურთელი, რომ როგორც დაარტყა, როგორც მოახერხა, ესეც საკმაოდ კარგი იყო იმ მომენტში, სრულმოძრაობაც საკმაოდ კარგი იყო თავდაპირველ ეპიზოდში. ბურთით რუსთავის ფეხბურთელები აქ როგორი თამაში ხლონტის მხრიდან და ითხოვდა აუტს ხლონტი, მაგრამ ხო, კი ბატონო, დარჩება ატლეტიკი ბურთით. დაუკმაყოფილა მოთხოვნა ამასობაში მთავარმა არბიტრმა მეათე ნომერს მასპინძელთან. ამასობაში ატლეტიკი დარჩება ბურთით და აუტიდან შეიყვანენ ბურთს თამაში. კოტორაშვილი გააკეთებს ამას. ჯავაშვილი, ისევ კოტორაშვილი, კარგი არ არის გადაცემა არ გამოდის, რიკოშეტი იყო, იქნება კიდევ ერთი აუტი, ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები დარჩებიან ბურთით, ყველა კოტორაშვილი არის ბურთით, ამის ამასობაში მეტოქის ნახევრიდან მოაწოდა აუტი, ოღონდ აქ არ გამოვიდა შეტევა, ბურთი დაიკარგა და ისევ რუსთავის ფეხბურთელები დარჩებიან ბურთით. მე-12 წუთი ჩვენ შეხვედრაში 0-0 გვაქვს ანგარიში, ორივე გუნდმა შექმნა თავისი მომენტები, უფრო საფრთხო იყო ატლეტიკის გასაგებია იქ. გავაშველიშვილის კარგი თამაში რომ არა ანგარიში გაიხსნებოდა და ორჯერ ისეთ მოახერხა საკუთარი გუნდის გადარჩენა. პირველ ეპიზოდში მოიგერია ბურთი და შემდეგ მოგერიების შემდეგ იყო შანსი რომ კარში შესულიყო ბურთი და მოახერხა კარის ხაზიდან გამოტანა. ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები საკუთარ საჯარიმოში საკმაოდ სარისკო აქ ბურთის გათამაშება, ეს ჯარიმა დაარღვიეს თამაშის წესები რუსთავის ფეხბურთელებმა ჯავაშვილის წინააღმდეგ და ისევ ატლეტიკი დარჩება ბურთით ბერიძე
საკუთარ ნახევარზე ათამაშებს სპურტს ატლეტიკი. ეს გადაცემა არც თუ ისე კარგი იყო, ამიტომ შეიძლებოდა აქ ეთამაშა ლომიძე სპურტზე, შემდეგ სპურტი ჩება მოედანზე ამასობაში კოტორაშვილი კარგია ამ სიტუაციაში, შემდეგ მაღალი გადაცემა მოედნის მეტოქის ნახევრის მიმართულებით და აქ კიდევ ერთი აუტი და ისევ სპურტით ატლეტიკი დარჩება, რაც ფავორია რუსთაველთან ნახევრიდან მოაწვიან აუტს. კვლავ კოტორაშვილი გააკეთებს აი ამ ყოველივეს. აქ სპურტისათვის ბრძოლა, რუსთავის ფეხბურთელებმა ითამაშეს საკმაოდ კარგად, შემდეგ ძალიან ბევრი მოთამაშე ყავდა გარშემო რუსთაველთა ფეხბურთელს, ამიტომაც სპურტი ვეღარ შეინარჩუნა, აქ ჯავაშვილმა მოიგერია მეტოქის ნახევრისკენ სპურტი, მეორე სართულზე აქ სპურტისთვის ბრძოლაში კარგად ითამაშეს ატლეტიკის ფეხბურთელებმა და ისევ მასპინძლები ცდილობენ შეტევას, აქ სესნომის დაშვება არ შეიძლება, კარგი გათამაშება ამასობაში რუსთავის მხრიდან. ჩება სპურტი მოედანზე როგორც კი ბატონო არტმილოძე ითამაშეს კარგად ამასობაში ატლეტიკის ფეხბურთელებმა და ისევ მასპინძლები იქნებიან სპურტით ბერიძე ჯავაშვილი, მაგით კოტორაშვილის ვარიანტია, ისევ ბერიძეს გაუკეთა გადაცემა. ბერიძის პასი ზუსტია, შემდეგ არ არის როგორც ჩანს თამაშის წესების დარღვევა, კოტორაშვილზე არ გამოდის გადაცემა და აქ იქნება როგორც ჩანს იქ დამახსოვრებული ჯარიმა იყო და ისევ ატლეტიკი დარჩება სპურტით. აბა ვნახოთ აი ამ სტანდარტულს როგორ გამოიყენებენ მასპინძლები, ჩაწოდება საჯარიმოში, აქ არც თუ ისე კარგი თამაში თავით, შემდეგ კიდევ ერთი თამაში აქ რა ხდება. როგორც ჩანს იყო იქ თამაშგარი და ამიტომაც სპურტი დარჩება რუსთავს. კვლავ მასპინძლების აქტიურობას ვადევნებთ თვალს, რუსთავს მოუწევს რა თქმა უნდა გააქტიურება, თუმეტეს ხო ანგარიში ისეთია რომ ატლეტიკმა თუ ასე გააგრძელა, დიდია იმის ალბათობა რომ გოლიც გაიტანო. ნუ გასაგებია ისეთი განსაკუთრებული სახიბა თუ 100%-იანი მომენტი არ ქონია იმ ეპიზოდის მერე ატლეტიკს, რომელიც არაერთხელ ვახსენე გავაშველიშვილის კარგი თამაშის შემდეგ, მაგრამ აქტიურად თამაშობენ უფრო, თუმცაც ატლეტიკი ფლობს და ძირითადად მეტოქის ნახევარზე არიან ატლეტიკის ფეხბურთელები, სწორედ ისევ მასპინძლები კოტორაშვილი და უკან ასე ჯავაშვილზე. ისევ გუნდის კაპიტანი ბერიძე მარცხნივ თამაშში ამასობაში სპურტის გადატანა მარცხენა ფლანგის მიმართულებით, ეს პასიც გადის, შემდეგ კარგი გათამაშება, ისევ მეტოქის ნახევარზე ატლეტიკის ფეხბურთელები. არ ჩქარობენ აქ შეტევის გაგრძელება, შემდეგ უკან საერთოდ პასი ბერიძეზე და კარგად ათამაშებს ჯერჯერობით სპურტს ატლეტიკი ვერ ახერხებს რუსთავი სპურტის მოპოვებას. წესკლაძე ბერიძე რთულ სიტუაციაში არის, კაპიტანი აქ მაინც გაათამაშეს კარგად აქ ატლეტიკის ფეხბურთელებმა, ეს პასიც გადის ამასობაში, შემდეგ ის გადაცემაც და არის მარჯვენა ფლანგზე სივრცე, არა მარცხენა ფლანგზე გაკეთდა გადაცემა და კარგი შეტევა ატლეტიკს ნახოთ თუ გამოუვა, ეს თამაშგარი არ არის, ხო, ნუ არ იყო როგორც ჩანს და ძალიან კარგი შანსიც ჰქონდა ატლეტიკს აი ამ სიტუაციაში, ხედავთ ეპიზოდს გამეორებით და არ გამოვიდა ისე როგორც თავად სურდათ შეტევის გაგრძელება მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს ამასობაში რუსთავი სპურტით აქ ჯარიმა ინიშნება კი ბატონო და არ ყვიეს თამაშის წესები ატლეტიკის ფეხბურთელებმა კერძოდ თუშიშვილი არის დამნაშავე აი ამ სიტუაციაში და დარჩება ისე რუსთავი სპურტით მოედნის ცენტრში არის აი ეს ჯარიმა და ნახოთ იქნება პირდაპირ საჯარიმოში ჩაწოდება დიდი ალბათობით და აი ამ ჩაწოდებას როგორ გამოიყენებენ სტუმრები ეს არის საინტერესო ამბროლაძე არის სპურტთან და ის ჩააწვდის როგორც ჩანს. არა. მოსაშვილია ეს ფეხბურთელი და არამბროლაძე ახლა არის სპურტით. გაათამაშეს სპურტი ამასობაში რუსთავის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება საჯარიმოში მეორე სართულზე თამაშობენ ატლეტიკის ფეხბურთელები, გრძელდება მაინც თეთრმაისურიანების შეტევა შეიძლება აი აქ დარტყმა კარში და რიკოშეტის შემდეგ როგორც გამოჩნდა და კარგი შანსი ჰქონდა რუსთავს იქნება კუთხური ხედავთ აი ამ ეპიზოდს გამეორებაზე და ძალიან კარგი შანსი იყო, მაგრამ გრძელდება მაინც რუსთაველთა შეტევა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაასწვიან კუთხურს რუსთავის ფეხბურთელები.
ჩაწოდება საჯარიმო მოედანში ითამაშეს აქ ბურთზე შემდეგ დარტყმა აეჭრა ამასობაში ბურთი რუსთაველთან მე-15 ნომერს და იქნება აუტი მაგრაძეს არ გამოუვიდა დარტყმა და ბურთით ატლეტიკი დარჩება სანამ არაფერი არ ხდება აი ამ დაპირისპირებაში რუსთავი თამაშობს და მოდი რუსთავის ძირითადი გუნდიც ვახსენოთ რომელმაც მოახერხა აი ამ სეზონში მეორე ლიგის მოგება და უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს შემდეგი სეზონიდან საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ უმაღლეს ლიგაში ამასობაში ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები არიან ეს გადაცემა გადის ამასობაში და შეიძლება საფრთხე გამოვიდეს აქ მასპინძელთა იერიშში დაცვაში აქაც ყურადღებით თამაშობს მოსაშვილი და ჯერჯერობით ძალიან საიმედოდ არის აი ეს მცველი თავის პოზიციაზე რამდენიმე ეპიზოდში მან გადაარჩინა საკუთარი გუნდის საკმაოდ საფრთხე შეტევისგან იქნება ისევ ატლეტიკის შეტევაში და ვნახოთ აი ამ ცდილობასაც რა მოყვება ანგარიში კვლავ უცვლელი გვაქვს აი ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა მაგრამ იყოს აი იმისოთ მომენტები რომ გასულიყო გოლი მე-19 წუთი მიმდინარეობს ამასობაში ჩვენი შეხვედრის ჯავაშვილმა გაუკეთა კოტორაშვილის გადაცემა ისევ ჯავაშვილი და ერთი შეხებით ათამაშებენ ამასობაში ბურთს ატლეტიკის ფეხბურთელები ოღონდ გლონტის პასი არ გამოდის შემდეგ კარგი თამაში როგორც ჩანს უჯარიმო თამაშობს ჯავაშვილი მაგრამ კვლავ რუსთაველები ბურთით და კოტორაშვილმა ჩაჭრა ისევ სტუმრები რჩებიან ბურთით ოღონდ აი ეს გადაცემა უკვე აღარ გამოდის აი ამ სიტუაციაში ლომბიცის მიმართულებით კეთდებოდა პასი და არ გავიდა გადაცემა შემდეგ გადავიდა აუტზე ბურთი და კვლავ რუსთავი დარჩება ბურთით გარკვეულს თამაში წესები აქ რუსთავის ფეხბურთელებმა ჯავაშვილს უწევს ისევ ბურთის თამაში შეყვანა კი ბატონო ატლეტიკის ფეხბურთელი ნომერი გაათამაშა კაპიტანზე ბერიძე და მარცხნივ პასი ეს გადაცემა ამასობაში გამოდის და შემდეგ ყურადღებით თამაშობს ამ სიტუაციაში ატლეტიკის ფეხბურთელი ნომერი ჯავაშვილი რომელმაც ითამაშა პირველი ბურთზე ისევ რუსთავი დარჩება ბურთით და კიდევ ერთი ჯარიმა მოედნის ცენტრთან ახლოს აქედანაც წესდადარიგით ეცდებიან საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას რუსთავის ფეხბურთელები შორია გასაგებია კარამდე და საჯარიმომდე მაგრამ ჩასაწოდებლად არის მაინც კარგი ვარიანტი ჩაწოდება საჯარიმოში აქ თამაშობენ ბურთზე რუსთავის ფეხბურთელები ვერ გამოიტანა ატლეტიკმა ბურთის შემდეგ დარტყმა და მისდის ბეკარეს ისევ ბურთი მარტივად ცეცხლაძეს რომელიც ცდილობს რომ სწრაფად შეიყვანოს ბურთი თამაშში კი ბატონო ასეც არის მთლად კარგად არ გამოუვიდა ეს და კარგად ითამაშეს რუსთავის ფეხბურთელებმა სამაგიეროდ ეს თამაშგარია როგორც ჩანს კი ბატონო იყო თამაშგარეში აქ რუსთაველთა ფეხბურთელი და ჩანდა რომ თავიდანვე წინ იმყოფებოდა მირაბიშვილი დარჩება ატლეტიკის ბურთი ჯავაშვილი შემდეგ ბერიძე ისევ ჯავაშვილის გადაცემა არ არის ეს პასი კარგი დაიკარგა ბურთი ლომიძე ვნახოთ რას მოიფიქრებს დაარტყა მშორი მაძილიდან და საკმაოდ სახიფათო გამოვა აი ეს დარტყმა უბრალოდ კარში არ წავიდა ბურთი იქნება დარტყმა კარიდან ხედავთ რა მეორებაზე აი ამ ეპიზოდს არ გამოსდის აქ რუსთაველთა მე-18 ნომერს ლომიძეს შორეული გასროლა იქვე ცდილობდნენ რუსთავის ფეხბურთელები ბურთის მეტოქის ნახევარზევე დაბრუნებას იქნება აუტი კოტორაშვილი მოაწვის აუტი და ბურთს გამოვიდა მაინც ეს გადაცემა შემდეგ ხრონტის მიმართულებით ცოტა ძლიერი პასი მაინც ჩემპიონ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები მეტოქის ნახევრიდან საჯარიმოსთან ახლოს მოუწევთ აუტის მოწოდება კოტორაშვილი წავიდა ისევ აუტის მოწოდებლად მოაწოდა ამასობაში აუტი თუ იქნება საჯარიმოში ჩაწოდება კი ბატონო დაბალი ჩაწოდება იყო მაგრამ არ გამოვიდა გამოიტანეს ბურთი
რუსთაველმა ფეხბურთელებმა ისევე რომ დარჩენოდათ ბურთი რუსთავის ფეხბურთელებს, ისევ ატლეტიკი არის ამასობაში ბურთით. ბერიძე მასპინძელთა კაპიტნის გადაცემა მარცხენა ფლანგის მიმართულებით ეს პასი ზუსტი არ არის. ვერ მოახერხა ბურთის დამორჩილება აქ. თარვერდიევმა იქნება აუტი და ბურთით რუსთავი დარჩება. ნახოთ აი ეს ცდელობა ისევ ატლეტიკის შეტევის ტოვებს ამასობაში ბურთი მოედნის პარტლებს იქნება კუთხური როგორც ჩანს. იბატონო დარჩებიან ისევ ატლეტიკის ფეხბურთელების შეტევაში, ნახოთ კიდევ ერთი სტანდარტულს ვიხილავთ ატლეტიკის შესრულებით ამჯერად და როგორ შეასრულებენ ეს არის საინტერესო. ისეთი თამაში მიდის რომ სტანდარტულებსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, გასაგებია დინამიკიდან თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ისეთი საკუთარ მომენტების სიმრავლე არ გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად პასუხს ასეთ დროს სტანდარტული მდგომარეობები. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება საჯარიმოში საკმაოდ საფათოა, აქაც ყურადღებით თამაშობს გავაშელიშვილი, რომელიც ძალიან საიმედოდ დგას კარში. ისევ ატლეტიკი აგრძელებს შეტევას, ჩაწოდება საჯარიმოში არ აეჭრა ბურთი და იქნება დარტყმა კარიდან. ისევ გავაშელიშვილი ურთულეს ბურთზე ითამაშა და ფაქტია რომ არა ის შეიძლებოდა საკმაოდ საფათო ყოფილიყო ის ჩაწოდება და გოლი შეიძლება გასულიყო რატომაც არა ხო. ბურთით რუსთავი დარჩება და გავაშელიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ძლიერად შეიყვანა ამასობაში ბურთი თამაში, პირველი ბურთზე რუსთავის ფეხბურთელები თამაშობენ, შემდეგ ბერიძის გადაცემა გადის და რჩება შეტევაში ისევ ატლეტიკი არა შეტევაში არა, მაგრამ ბურთი დარჩება სამაგიეროდ მაინც ატლეტიკის ფეხბურთელებს, ჯავაშვილი კარგია, იქვე პასი, კოტორაშვილი შემდეგ და კვლავ ბურთით მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები ეს რა პასია ამასობაში შესანიშნავად თამაშობს თუშიშვილი და მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს თამაში ატლეტიკის ფეხბურთელებმა ჩაწოდება, არ გამოდის აი ეს ჩაწოდება. აქაც აეჭრათ ბურთი ატლეტიკის ფეხბურთელებს, იქნება დარტყმა კარიდან ისევ და რუსთაველთა მეკარე გავაშელიშვილი შეიყვანს კვლავ ბურთს თამაში. აღნიშნო ის მომენტი თუშიშვილის ძალიან ტექნიკური გადაცემა, რომლითაც ძალიან დიდი სივრცე დაუტოვა საკუთარ გუნდს შეტევაში, მაგრამ ვერ გამოიყენეს ეს მასპინძლებმა ბურთით. რუსთავი უნდა გააქტიურდნენ რუსთავის ფეხბურთელები. იყო მონაკვეთი, როდესაც რუსთავი აქტიურობდა, მაგრამ აი ამ ბოლო წუთებს თუ გავითვალისწინებთ ატლეტიკს აქვს ძირითადად თამაშის სადავეები ხელს აღებული და უფრო მეც ატლეტიკი აქტიურობს და მომენტები შეიძლება ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა. ჯერ აქ ნახოთ აი ეს შეცდომა, რომელიც ატლეტიკის ფეხბურთელებმა ბურთის გათამაშების დროს დაუშვეს, ვერ გამოიყენეს ეს შეცდომა რუსთავის ფეხბურთელებმა და ისევ ბურთით მასპინძლები არიან და კვლავ მარცხენა ფლანგის მიმართულებით კეთდება გადაცემა. თარვერდიევი ამასობაში ჩაწოდება საჯარიმოში არის აქ შანსი და დარტყმა მაინც მოხერხდა, ხლონტი ცდილობდა შემდეგ აქ ამასაც ცდილობდა ბურთისთვის კარის მიმართულებით ბურთის კარის მიმართულებით გადაგზავნოს გოგი სვანიძე, მაგრამ არ გამოდის და იქნება დარტყმა კარიდან. ხედავთ ეპიზოდს გამეორებით, სწორედ გოგი სვანიძის დარტყმა და არ გამოვიდა აკრობატული ნახტომით საფათო მომენტი შექმნა იქნება ისევ გავაშელიშვილი ბურთთან და თამაშა ამჯერად ბურთი რუსთაველთა მეკარება. ხო, სწორედ იმაზე მქონდა საუბარი, რომ რუსთავს ოუწეს გააქტიურება მით უმეტეს ატლეტიკმა გააგრძელა ასეთ თამაში და გოლიც გაიტანა, რა თქმა უნდა, სტუმრები გააქტიურდებიან, მაგრამ იქამდე სანამ 0-0 ანგარიში რუსთავმა უნდა იფიქროს, რა თქმა უნდა, აქტიურობაზეც და ატლეტიკს ასეთი შანსები არ უნდა მისცენ სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა. ხლონტი თუ ითამაშებს, აქ ძალიან საფათო თამაში და ხლონტი ჯერჯერობით ერახერხებს წამოდგომას. ნოზაძე და არღვია თამაშის წესები მოედნის ცენტრში. იმედია კარგად იქნება ატლეტიკის მეათე ნომერი, რომელიც ძალიან აქტიურობდა აი ამ შეხვედრაში. ძალიან იდგებს ფეხს ხლონტი და მეტია მართლაც ყველაფერი კარგად დასრულდება. ხო, იქამდე სანამ თამაში განახლდება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის მეოთხე ფინალური ეტაპი და ეს არის განმეორებითი შეხვედრა. პირველი თამაში 1-1 დასრულდა ამ გუნდებს შორის და აი ამ შეხვედრაში გაირკვევა ნახევარ ფინალისტის ვინაობა.
ბეჯგუფიდან გადმოსული ატლეტიკი აჯგუფიდან გადმოსული რუსთავს ეთამაშება მეოთხედფინალში და ყველაფერი კარგად არის ფრონტი გააგრძელებს თამაში და აპლოდისმენტებიც მიიღო ამ მსოფლიოში მე-10 ნომერი მასპინძელთა გუნდის დარჩებიან ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე აქ სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში ჯავაშვილმა მაგრამ ხელახლა მოუწევს აიამის გაკეთება ნახოთ ამჯერადაც თუ გაათამაშებს ან შეიძლება ჩააწოდოს კიდევაც მეტოქის საჯარიმოში ბურთი რატომაც არა არ გაათამაშა ისევ ბურთი კოტორაშვილი ჩაერთო თამაში გადის სამასობაში გადაცემა აქ ჯარიმის ზღვარზე თამაშობდნენ რუსთავის ფეხბურთელები, მაგრამ უჯარიმოთ თამაშის საბოლოოდ ისევ ბურთით ატლეტიკო კოტორაშვილი საკმაოდ კარგი პასი ამასობაში მიღებაც კარგი იყო და რა კარგად აგრძელებს შემდეგ შეტევას აქ მასპინძელთა მერვე ნომერი ისევ ბურთით ატლეტიკი დარჩება უიღლიშვილი საკმაოდ კარგია აქ ისევ მასა აქ ბურთი სრულმოძრაობები თუ ჩაასწრის საჯარიმოში საინტერესო ეს არის არა დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები იქნება დარტყმა კარიდან და რუსთავს დარჩება ბურთი. აქტიურა უიღლიშვილმა უთულეს სიტუაციაში ინარჩუნებდა დიდი ხნის მანძილზე ბურთს. 39 წუთი ამასობაში პირველი ნახევრის და ანგარიში კვლავ უცვლელია. 0-0 გვაქვს. დიდი დრო არ არის დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე, ამიტომ არის შანსი რომ პირველი ნახევარი უგოლოდ ფრედ დასრულდეს. მეორე ტაიმი კიდევ უფრო საინტერესოს პირდება აი ამ შეხვედრაში, რა თქმა უნდა მეორე ტაიმში ორივე გუნდის მოთამაშეები მეტად ეცდებიან ასე თუ გაგრძელდა აი ამ ანგარიში თუ გაგრძელდა თამაში ამას გულისხმობ შეტევას და გოლის გატანას, ამიტომ კიდევ უფრო საინტერესო გველოდება მეორე ნახევარი აი ამ დაპირისპირებაში. იქამდე პირველი ტაიმი ჯერ არ დამთავრებულა და ყველაფერი წინ არის, ხო შეიძლება პირველი ტაიმის ბოლო წუთებისკენ ვიხილოთ თუნდაც გატანილი გოლები, რატომაც არა. ბურთით აქ რუსთავის ფეხბურთელები რომიძე კარგი თამაში ამასობაში მე-18 ნომრის მხრიდან ისევ ლომიძეზე პასი აქ წაიქცა ატლეტიკის ერთ-ერთი მოთამაშე ჯავაშვილია ეს ფეხბურთელი რომელიც კოჭლობს და არც თუ ისე კარგად გადაადგილდება მასპინძელთა მე-5 ნომერი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა როგორც ჩანს და ბურთით ატლეტიკი დარჩება. მოწოდეს სწრაფად აუტ ჯავაშვილი უიღლიშვილი კოტორაშვილი შემდეგ ისევ ჯავაშვილი ეცებს თავისუფალ პარტნიორს დატრიალდა რისკავს აქ ჯავაშვილი ბურთს ინარჩუნებს პასაც აკეთებს საკმაოდ კარგი იყო აქ მე-5 ნომერი შემდეგ აი ეს გადაცემა არ გამოდის ჩაჭრაზე თამაშობენ კარგად რუსთავის ფეხბურთელები შემდეგ ლონტი კარგია ლონტი ამ სიტუაციაშიც მარცხენა ფლანგისკენ შემდეგ გადაცემა ისევ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები არიან ბურთით ჯავაშვილი ახალი პასი აქვს მეტოქის ნახევრის მიმართულებით პირველ ბურთზე თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები. კვლავ ატლეტიკი თამაშობს აქ ისევ. კარგად და კვლავ მასპინძლები ათამაშებენ ბურთს. უიღლიშვილის პასი ერთი შეხებით კოტორაშვილი და შემდეგ მის წინააღმდეგ აქტიურად კარგად ითამაშა კიკაძემ. ისევ ბურთით ატლეტიკი მოაწოდა სწრაფად აუტი კოტორაშვილმა ჯავაშვილი. კასრაძე ითამაშებოდა მას რუსთაველთა კაპიტანი, მაგრამ ვერ დააკარგინა ბურთის შემდეგ კარგი გათამაშება, აქაც არ გამოდის შემდეგ ეს გადაცემა და ბურთით რუსთავი დარჩება. ამჯერად სტუმრები იქნებიან ბურთით და არა სწრაფად დაკარგა რუსთავმა ბურთი, ვერ მოახერხეს ბურთის შენარჩუნება. ასევე ატლეტიკის ფეხბურთელებმაც სწრაფად დაკარგეს ბურთი, შემდეგ აქ ბურთისთვის ბრძოლაში მიდარჩება პირველი, როგორც ჩანს მასპინძლები და აქაც კარგი თამაში ატლეტიკის მხრიდან. ჯავაშვილი და ისევ კოტორაშვილი თავად წამოიღო ბურთი, შემდეგ ლონტი რა კარგად ეფექტურად ცდილობდა თამაში ყოველი შემთხვევაში არ გამოვიდა. ოტყუება მაღრაძის, რომელმაც ყურადღებით ითამაშა აი ამ სიტუაციაში და არ წამოიღო ლონტის მოქმედებას აქ შეცდომა და შემდეგ თამაში გრძელდება, მაგრამ იქ დაშავებული ატლეტიკის ფეხბურთელი ეს გადაცემა გადის, არის საფათო მომენტი, დარტყმა მეკარე იგერიებს შემდეგ ისევ გავაშელიშვილი და ხო აქ დაშავებული ატლეტიკის ფეხბურთელი და თხოვენ აქ ჯარიმის დანიშნოს, მაგრამ ფაქტია ეს ეპიზოდი გატარებულია და ხედავთ გამეორებით აი ამ მომენტს ისევ გავაშელიშვილი თამაშობს ძალიან კარგად მოწოდებით სიმაღლეზე რუსთავის მეკარე მართლაც აი ამ შეხვედრაში რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა უკვე საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლს. დარჩება რუსთავის ბურთი. მაგრამ საფათო მომენტი ისევ ატლეტიკის ფეხბურთელებმა შექმნეს და პირველი ტაიმის აი ამ მონაკვეთს თუ გავითვალისწინებთ, მთლიანად რაც ვნახეთ, ხო?
მთლიანობაში ატლეტიკი უკეთესად გამოიყურება მოდი ობიექტურად ვთქვათ. ნუ გასაგებია რუსთავს მეორე ტაიმში ექნება გამოსწორების შანსი და შეიძლება ისე გამოვიდეს რომ მეორე ტაიმში საერთოდ რადიკალურად სხვანაირად ითამაშონ რუსთავის ფეხბურთელებმა და რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება ფეხბურთში, მაგრამ აქ ისევ ატლეტიკი შეტევაში და ვნახოთ აი ეს ეპიზოდი დასრულდება თუ გაკეთდება გადაცემა არა და ექსა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ თუ შიშვილს ამ სიტუაციაში იქნება დარტყმა კარიდან რუსთავს დაარჩება ბურთი. აქაც ატლეტიკის ფეხბურთელები აქტიურობდნენ. გაათამაშეს სწრაფად ბურთი რუსთავის ფეხბურთელებმა. ნუ კიდევ უფრო კარგი თამაში იქნება თუ რუსთავი წაყვება აი ამ ტემპს რაც აქვს ატლეტიკს ნახოთ კიდევ ერთი მცდელობა მასპინძლების შეტევის რა კარგი თამაში ამასობაში პასია გასაკეთებელი გაკეთდა გადაცემა აგრძელებენ შეტევას ოღონდ ტემპი დავარდა ცოტათი შეტევის მასპინძელთა შესრულებით ჩაწოდება საჯარიმოში გადის გადაცემა თუშიშვილი ურტყავს და ისევ მეკარე ოღონდ თამაშგარე იყო როგორც ჩანს და მაგრამ გავაშელიშვილი რა თქმა უნდა ძალიან მაგრად თამაშობს აქაც არ დაუკარგოთ მისი საოცარი სეივი რომელიც შემოგთავაზა აი ამ ეპიზოდში. ნუ თამაშგარი მდგომარეობა იყო მაგრამ არაკმინებს რა თქმა უნდა მეკარის კარგ თამაშს აი ამ სიტუაციაში. სწორედ გავაშელიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ძლიერად გააკეთა ეს მეორე სართულზე თამაშობენ ატლეტიკის ფეხბურთელები და ნუ ძალიან სარისკოთაც ითამაშეს ამასობაში, მაგრამ პირველი ცეცხლაძე თამაშობს ბურთზე, შემდეგ ისევ რუსთავის ფეხბურთელები შეტევაში არიან აბჯერად. გრძელდება თამაში, არ იყო თამაშის წესების დარღვევა და ართმევაზე კარგია ამ სიტუაციაში. პირიქზე შემდეგ პასსაც აკეთებს. ნუ აქ ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები და იქნება აუტი. ფარვერდიოვმა ვერ შეინარჩუნა ბურთი და რუსთაველები დარჩებიან ამასობაში ბურთით. 35 წუთი. პირველი ნახევრის ბურთით ატლეტიკი მეტოქის ნახევარზე. თუშიშვილი არ გამოდის ეს გადაცემა კარგი თამაში დაცვაში, შემდეგ კოტორაშვილი და ლომიძე არის კარგი მის წინააღმდეგ. აკრაძე და იქნება აუტი, ბურთით რუსთავი დარჩება. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოახერხებენ თუ არა რუსთავის ფეხბურთელები საკითხო მომენტის შექმნას ეს არის საინტერესო. სწორედ ბურთით სტუმარი გუნდის ფეხბურთელები არიან მეტოქის ნახევარზე დაცვაში კარგი თამაში ამასობაში მასპინძელთა შესრულებით აქ დაშავებული არის რუსთაველთა ფეხბურთელი, მაგრამ თამაში გრძელდება. ისევ ატლეტიკი ეცდება შეტევას და კვლავ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებენ ამ ყოველივეს გადის გადაცემა დარტყმა და ისევ გავაშელიშვილი ოყოთ. ეს იყო ყველაზე მარტივი მოსაგერიებელი რაც აქამდე ვიხილეთ აი ამ მეკარისგან დასრულდა პირველი ტაიმი ცოტა ხნით შევისვენოთ ფეხბურთელებთან ერთად და დაუბრუნდებით მეორე ნახევარში დროებით.
გუნდები თამაშობაში სუმალი განახლდება მეორე ტაიმი ჩვენ შეხვედრაში მეოთხე ფინალური ეტაპი რომელიც განმეორებით შეხვედრა არის ატლეტიკსა და რუსთავის შორის ანგარიში არ გახსნილა პირველი ტაიმი სწორედ 0-0 დასრულდა საკმაოდ კარგი თამაში ვიხილეთ პირველ ნახევარში ძირითადად მასპინძლები აქტიურობდნენ და საკიფათო მომენტებს სწორედ ატლეტიკის ფეხბურთელები ხვდნენ და რაღაც საინტერესოს გთავაზობენ ამასობაში ატლეტიკის ფეხბურთელები აქ პირდაპირ კარში დარტყმა ხო არ შეიძლება ბურთი უნდა გათამაშებულიყო ამიტომ ბურთი რუსთავს დარჩება წესით. თუ ახლა შეიყვანეთ ბურთს თამაში. ხო, ფაქტია რომ პირველი ტაიმი ატლეტიკმა უკეთესად ითამაშა რუსთავთან შედარებით, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი წინ არის, ანგარიში არ გახსნილა ამ შეხვედრაში და ნახოთ როგორი თამაში იქნება მეორე ნახევარში და როგორი თამაშები გუნდები ეს არის საინტერესო. ბურთით რუსთავის ფეხბურთელები ამასობაში მოიპოვეს ბურთი და შემდეგ ნახოთ როგორი გაგრძელება სიპოვნიარ მარცხენა ფლანგის მიმართულებით გაკეთდა გადაცემა და მეტოქის ნახევარზეც გადავიდნენ ამასობაში სწრაფად რუსთავის ფეხბურთელები, ნახოთ აი ეს პასი თუ გამოვა არა, დაცვაში ყურადღებით ითამაშა აი ამ სიტუაციაში ბერიც და შემდეგ პასიც გააკეთა ზუსტი და ახლა უკვე ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები იქნებიან. მაღალი გადაცემა ამასობაში ეს პასი გადის და ტექნიკურად ეფექტურად ცდილობდა ბურთის მიღებას. მასპინძელთა მეშვიდე ნომერი კოკისვანიძე და შემდეგ იქნება აუტი ბურთით დარჩებიან ატლეტიკის ფეხბურთელები. პირველ ტაიმში ის მომენტები რომელიც შექმნა ატლეტიკმა გოლით რომ არ დასრულდა გავაშელიშვილის დამსახურება არის რუსთაველთა მეკარემ ურთულესი ბურთების მოგერიება მოახერხა და ძალიან კარგი პირველი ნახევარიც ჩაატარა ზოგადად სტუმარი გუნდის კიპერმა. აქ კი იქნება აუტი როგორც ჩანს ბურთით ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები დარჩებიან. ხო, პირველ ტაიმში როგორც ითამაშა ორივე გუნდმა გასაგებია რომ უფრო მეტი საკიფათო მომენტი და უფრო მეტჯერ ბურთი ატლეტიკის ფეხბურთელებს ჰქონდათ. მეორე ტაიმში ასე აღარ უნდა გაგრძელდეს რუსთავისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ზოგადად რუსთავს პირველ ტაიმში ჰქონდა მაინც მომენტები, ჰქონდა პატარ-პატარა ეპიზოდები, სადაც შეეძლო გოლის გატანა სტუმარ გუნდს, მაგრამ ხო ის 100%-იანი მომენტები, როგორც ატლეტიკს ჰქონდა, ისეთი არ ქონია პირველ ნახევარში სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს. მოაწვიან აუტს რუსთავის ფეხბურთელები, ნახოთ ვის დარჩება ბურთი. ატლეტიკი თავის ჯგუფში როგორც გითხარით პირველ ტაიმში პირველ პოზიციაზე გავიდა რუსთავი კი მეოთხე პოზიციაზე თავის ჯგუფში და რეალურად ეს სხვაობა არის გუნდებს შორის მაგრამ ისიც არის სათქმელი რომ რუსთავმა ითამაშა 20 თამაში ატლეტიკმა კი ორჯერ მეტი 22 შეხვედრა ჩაატარა და ზოგადად რუსთავმა გაიტანა ატლეტიკმა უბრალოდ გაიტანა 92 გოლი და 17 გოლი გაუშვა 22 შეხვედრაში 92 გოლის გატანა რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ამბავია და რუსთავმა 20 თამაში გაიტანა 41 გოლი ამასობაში ეს პასი გამოვიდა აქ რუსთავის ფეხბურთელები ცდილობენ ბურთის შენარჩუნებას არ გამოვიდა დაკარგეს ბურთი შემდეგ ის დარჩება ბურთი საინტერესოა ისევ ატლეტიკის ფეხბურთელებს დარჩებათ და აქ უღოთის გადაცემა აღარ გამოდის და მოიპოვეს ბურთი მეტოქის ნახევარზე რუსთავის ფეხბურთელებმა უღოთ სწრაფად იყო პასი გასაკეთებელი ისევ ბურთის სტუმარი გუნდის ფეხბურთელები არიან გადის აქ გადაცემა ნახოთ შემდეგ როგორი იქნება მაგრამ დაკარგა ბურთი რუსთავმა და კარგად თამაშობენ აქ ატლეტიკის ფეხბურთელები თამაშგარი არ არის ამასობაში და შეიძლება საკიფათო მომენტი შეიქმნას პასის მცდელობა აქ თარვერდიევის მხრიდან არ გამოდის მაგრამ იქნება კუთხური მარცხენა ფლანგიდან დარჩება ატლეტიკის შეტევაში შეიძლება რა თქმა უნდა უფრო კარგი ეპიზოდი შექმნილიყო აი ამ შეტევაში თუ გამოვიდოდა გადაცემა რომელიც წაპირებდა თარვერდიევი მაგრამ ნახოთ აი ამ სტანდარტულს როგორ შეასრულებენ ატლეტიკის ფეხბურთელები და როგორ გამოიყენებენ აი ამ კუთხურს საინტერესოა პირველ ტაიმში ჰქონდა სტანდარტულები საკმაოდ მრავლად ატლეტიკის შესრულებით ძირითადად აქ ჩაწოდება საჯარიმოში საკიფათოა აქაც და გადარჩა რუსთავი და ხო ასეთი სტილის ჩაწოდებები იყო პირველ ტაიმშიც კარის მიმართულებით პირდაპირ ცდილობდნენ ატლეტიკის ფეხბურთელები კუთხურიდან ბურთის გაშვებას და არაერთ ეპიზოდში ითამაშა ასევე გავაშელიშვილმა საკმაოდ კარგად და პირველი ბურთზე სწორედ რუსთაველთან მეკარე თამაშობდა. დარჩებიან ბურთით რუსთავის ფეხბურთელები და სწორედ გავაშელიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში პირველი ტაიმის გმირი მოდი ასე ვთქვათ. მისი წყალობით კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს რომ ანგარიში არის ახლა ისევ 0-0 და თანაბარი არის ანგარიში აი ამ შეხვედრაში. მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ელიტ ლიგის შეიყვანეს ბურთი თამაში რუსთავის ფეხბურთელებმა არც თუ ისე ძლიერად შეიყვანა ბურთი თამაში გავაშელიშვილმა აქ ყურადღებით თამაშობენ დაცვაში სტუმრები და გადააგდეს ბურთი შემდეგ აუტზე
მოსაშვილმა გააკეთა ეს ყოველივე იქნება აუტი და დარჩება ატლეტიკი ისევ შეტევაში მარცხენა ფლანგიდან. მოაწოდეს აუტი ამასობაში თავით თამაში რუსთაველთა შესრულებით შემდეგ ისევ ბურთივის და ურჩას რუსტავს დარჩება და არ არის აქ ჯარიმა გრძელდება თამაში და ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები ბურთით ჯავაშვილი და გადაცემა კოტორაშვილზე შემდეგ კარგი მოძრაობები შემდეგ ისევ პასი ჯავაშვილზე და ბურთით ატლეტიკია ჯარიმა ამასობაში დაირღვა თამაშის წესები ჯავაშვილის მისამართით მაღალი გადაცემა მარცხენა ფლანგის მიმართულებით თავით თამაში ამასობაში მე-14 ნომრის თარვერდიევის მხრიდან ბურთით ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები რჩებიან ეს გადაცემა არ გამოდის დაცვაში ყურადღებით თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები და სწორედ მათ აქვთ ახლა ბურთი და შეიძლება გადასვლა აქ მეტოქის ნახევარზე კი ბატონო ერთი შეხებით კარგი გათამაშება მაღალი პასი და ბერიძე ყურადღებით თამაშობს აი ამ სიტუაციაში საკმაოდ კარგია ატლეტიკის კაპიტანი აქ რა მოძრაობები შემდეგ პასი მარჯვენა ფლანგზე არ არის თამაშგარი მდგომარეობა და შეიძლება საკმაოდ საფრთხე გამოვიდეს აი ეს შეტევა დარტყმა და დავაშელიშვილის მისდის ბურთი პირდაპირ ამ სიტუაციაში ისევ მასპინძლების ცდელობა და აქტიურობას ვხედავთ მეორე ტაიმში რაც დაიწყო მეორე ნახევარი 42 წუთი მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრის ანგარიში არ გახსნილა მაგრამ მასპინძლები აქტიურობენ მეორე ტაიმის დასაწყისიდან მოყოლებულიც ჯაჯანიძემ მოაწოდა აუტი შემდეგ უკან პასი ჯავაშვილი და მარჯვნი კოტორაშვილის მიმართულებით გაკეთდა გადაცემა მეტოქის ნახევარზე შემდეგ პასი დაგარგეს ბურთი აქ მასპინძლებმა არც ეს გადაცემა გამოდის მაგრამ იქნება აუტი და რუსთავი დარჩება ბურთით რუსთავს ჭირდება ბურთი და რუსთავს ჭირდება გააქტიურება იმიტომ რომ გასაგებია კარგი ატლეტიკი გასაგებია ის რომ ჯოპრის აი ამ მონაკვეთში და აი ამ მომენტში ატლეტიკი მეტოქეს ეს რა არის პენალტი დანიშნა თუ ჯარიმა საინტერესო ამ ეპიზოდში ვერ ხედავ კარგად გამეორებით ხედავთ აი ამ ეპიზოდს ერთმეტ მეტრიანი ინიშნება აი აქ და ძალიან კარგი შანსი რუსთავს თითქოს არაფრის გახო მოდი ასე ვთქვათ იმიტომ რომ ატლეტიკი აქტიურობდა და ძირითადად მასპინძლები ფლოპდნენ ბურთს და შეტევაში სწორედ მასპინძლები აქტიურობდნენ ხო აი ეს არის ფეხბურთი ზოგადად და რუსთავი შეასრულებს 11 მეტრიანს და ძალიან კარგი შანსი აქვს აქ სტუმარი კულტის ფეხბურთელებს რომ გახსნან ანგარიში აი ამ ურთულეს შეხვედრაში გამორბენი და ძალიან მარტივად შეასრულეს ამასობაში 11 მეტრიანი რუსთავის ფეხბურთელებმა და გახსნეს ანგარიში აი ამ დაპირისპირებაში და ორმაჩიან დაპირისპირებაშიც მოახერხეს წინ გასვლა 2-1 ორმაჩიან დუელში და 1-0 აი ამ შეხვედრაში იგებს რუსთავი დღევანდელ შეხვედრას ეპიზოდი ნახეთ ჩვენ გამეორებით მეკარე გადახდა ერთ კუთხეში ბურთი მეორეში წავიდა და აი ასე მოახერხა რუსთავმა გოლის გატანა. ახლა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდება აი ეს შეხვედრა. გოლის ჭირდებოდა აი ამ დაპირისპირებას, მაგრამ გაიტანა გუნდმა, რომელიც ნაკლებად აქტიურობდა მოსტი პირდაპირ თქვათ მეორე ტაიმის დაწყებიდან მოყოლებული და პირველ ტაიმში ხომ ფაქტია ატლეტიკი უკეთესი იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს ზოგადად აი ამ სპორტში დარჩენილი წუთები საკმაოდ ბევრია მაღალი გადაცემა აქვს ნახოთ აი ეს შეტევა ატლეტიკის და დაცვაში ყურადღებით თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები და დარჩენილ წუთებში რუსთავს მოუწევს რა თქმა უნდა ყურადღებით თამაში დაცვის კუთხით აქ მარცხენა ფლანგზე გადაცემა ბურთით ჯაჯანიძე კარგია მე-11 ნომერი ჯავაშვილი მარჯვენა ფლანგზე კოტორაშვილი მოძებნა რა თქმა უნდა გააქტიურდება ატლეტიკის სხვა გზა არ არის იგებს რუსთავი აი ამ შეხვედრას და იგებს ორ მატჩიან დაპირისპირებასაც სტუმარი გუნდი ნახოთ აი ეს გადაცემა ამასობაში მარცხენა ფლანგი და შეტევაში რუსთავი და აქაც ხო აქ ხდება არაფერია როგორც ჩანს არაფერია გრძელდება თამაში და ატლეტიკის ფეხბურთელები იქნებიან ბურთით გადაცემა არ გამოდის ამ სიტუაციაში და იქნება აუტი
ძალიან დაიძაბა თამაში და ეს ნეიტრალურ გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესოს გახდის აი ამ შეხვედრას საპლეიოფო შეხვედრა და დაპირისპირება ასეთი უნდა იყოს ხო მეოთხედფინალურ შეხვედრას გულისხმობ და თან მიჩუმეტეს მეორე დაპირისპირება გუნდებს შორის და კიდევ უფრო საინტერესო გახდება დარჩენილ წუთებში დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა მოხდეს ხო ფაქტია გოლი აქვს გასატანი ატლეტიკს აქ მარცხენა ფლანგიდან არის რუსთავის შეტევაში კარგი მოძრაობები შემდეგ დაიწყო თამაშის წესები როგორც ჩანს შეტევაში დაარღვიეს თამაშის წესები რუსთავის ფეხბურთელებმა დარჩებიან ატლეტიკის ფეხბურთელები ბურთით და ათამაშის კიდევაც სწრაფად ბურთით. ხო, მე როგორც გითხარით პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მეოთხედფინალების ფინალური წვლილები ასე გამოიყურებოდა და გამოიყურება თენგის როკვილის აკადემია იბერია, სადაც მოახერხა გამარჯვების მოპოვება იბერიამ და რუსთავი ატლეტიკი ეს წვლილია გლდანი ლოკომოტივი და დინამოს სკოლა შტურმი აი ეს გუნდები თამაშობენ მეოთხედფინალებში შეტევაში ატლეტიკი უკან პასი შემდეგ ერიცე ათამაშებს ბურთს ასპიძელი გუნდი ერთ ბურთიან ჩამორჩენაში არის ატლეტიკი და თქმა უნდა გზა არ აქვს ახლა უკვე ატლეტიკს უნდა გააქტიურდეს შეტევაში და მანქანის გათანაბრებაზე უნდა ითამაშოს აქ ეს პასი საკმაოდ არაზუსტი იყო და შეიძლებოდა საფრთხო შეტევა დაიწყო რუსთავს მაგრამ შემდეგ ბურთი ტოვებს მოედნის ფარგლებს იქნება აუტი ისევ ატლეტიკი დარჩება ბურთით სწრაფად უაწოდეს აუტიდან ბურთი აქ თავი თამაში რუსთავის ფეხბურთელების მხრიდან მაღალი გადაცემა ამასობაში ნახოთ პირველი ვინი თამაშეს ბურთზე ურათებით თამაშობს ამ სიტუაციაში დაცვაში მოსაშვილი და შემდეგ გაატარეს ბურთი ამასობაში აუტზე ატლეტიკის ფეხბურთელებმა ისევ დარჩებიან ბურთით მასპინძლები ამჯერად შეტევაში ექნებათ ბურთი კარგი თამაში ამასობაში ეს პასი აღარ გამოდის შემდეგ ისევ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები არიან კარგად თამაშობენ ამ სიტუაციაშიც ეს მოძრაობა საკმაოდ კარგი იყო არ გამოდის აქ გადაცემა ყურადღებით თამაშობს რუსთავი დაცვაში და გატანილი გოლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ყურადღებით თამაშობენ დაცვის კუთხით რუსთავის ფეხბურთელები გასაგებია დაძაბული თამაშია დაძაბული ფონი ამ შეხვედრაში და გოლმა რომელიც გაიტანა რუსთავმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა ეს შეხვედრა და იმედია საფეხბურთო ჩარჩოებს არ გასდება ეს დაძაბულობა და ფეხბურთელები და ხოლმე საფეხბურთო კუთხით გვიჩვენებენ მაქსიმუმს ნახოთ აუტიდან მოაწვიან ბურთს ატლეტიკის ფეხბურთელები ეცდებიან შეტევას მასპინძლები გწვლილება როგორც ჩანს რუსთაველთა შემადგენლობაში პირველი ცვლილება დღევანდელ შეხვედრაში რუსთავის კარის ფიხილეთ მოაწოდეს აუტი ამასობაში ბერიძე ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები ჯავაშვილი ამასობაში ეს პასი არ გამოდის არაზუსტი გადაცემა გააკეთა ჯავაშვილმა იქნება დარტყმა კარიდან და რუსთავი დარჩება ბურთით 59 წუთი ჩვენი შეხვედრაში 11 მეტრიანი წყალობით იგებს რუსთავი აი ამ შეხვედრას გავაშელიშვილმა შეიყვანა ბურთი თამაში ძლიერად აქ ის დარჩება ბურთი საინტერესო ეს არის როგორც ჩანს ატლეტიკს დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები და ისევ მასპინძლები დარჩებიან ბურთით ხო გოლის შემდეგ რუსთავი რაც მომენტში მეკონა რომ ჩადგებოდა თლიანად დაცვაში მაგრამ არა აგერ ცდილობენ პრესინგის თამაში მეტოქის ნახევარზევე და ჯერჯერობით ვერ გამოიღო შედეგი აი ამ პრესინგმა შემდეგ მაღალი გადაცემა მეტოქის ნახევრის მიმართულებით ბურთი ის დარჩება ისევ ატლეტიკს როგორც ჩანს და მოაწადებენ აქ შეტევას მასპინძლები აქაც ყურადღებით თამაში დაცვაში კარგი იყო
სიტუაციაშიც მოსაშვილი, რომელიც საკმაოდ საიმედოდ თამაშობს დაცვაში და კარგად დგას. დაცვაში ეს ფეხბურთელი. ბერიძე. მაინც გააკეთა ეს გადაცემა კოტორაშვილი შემდეგ იქვე. ასე ისო კოტორაშვილი იქნება ბურთთან. ბატონო მოწრავები მესამე ნომრის ხრიდან და უკან შემდეგ გადაცემა ჯავაშვილი და ბერიძე ისევ ბურთით ატლეტიკი და რა თქმა უნდა ასეთი სურათი დარჩენილ წუთებში კიდევ უფრო მეტი იქნება თუ ასეთი ანგარიშით გაგრძელდება აი ეს შეხვედრა ეს პასი არ გამოვა წესდადარიგით დაცვაში ამჯერად ატლეტიკის ფეხბურთელები თამაშობენ პირველ ყურადღებით ჯაჯანიძე იყო კარგი და იქნება აუტი დარჩება ბურთით რუსთავი მეტოქის ნახევარზე. თავი თამაში ამოსობაში მოსაშვილის მხრიდან შემდეგ მაღალი გადაცემა არ გამოდის ეს პასი იქნება ერთი აუტი ამჯერად ატლეტიკს დარჩება ბურთი. ჯაჯანიძე მოაწოდა აუტიდან ბურთი. ისევ და ისევ ატლეტიკი იქნება ბურთით საკუთარ ნახევარზე ამჭირად ბურთით არიან მასპინძლები ნახოთ რას მოიფიქრებს ბერიძე ეძებს თავისუფალ პარტნიორს მაღალ პასს აკეთებს ამასობაში ეს გადაცემა ძლიერია და ვერ დაეწევა აქ ბურთს მასპინძელთა მე-14 ნომერი თარბერდიევი და იქნება დარტყმა კარიდან მათგან უნდა აჩქარებს გაუშელიშვილი ის თამაში შეყვანას ისე გუნდი იგებს აი ამ ურთულეს დაპირისპირებას მოდი პირდაპირ ვთქვათ შეხვედრა სადაც ატლეტიკი მოდი ვთქვათ რომ პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ რომ კარგად თამაშობდა მომენტებით შექმნა თავისი მომენტები მეორე ტაიმშიც ჰქონდათ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს მაგრამ გოლის გატანა მოახერხა სტუმარმა გუნდმა და თავი ამ წუთისათვის იგებს აი ამ ურთულეს შეხვედრას მეოთხედ ფინალურს ატლეტიკის წინააღმდეგ ბერიძე იცოდა ისო მასპინძელთა კაპიტანი ბურთი თავი წამოიღო ბურთი ამასობაში წინ ხო უჭირთ ატლეტიკის ფეხბურთელებს მეტოქს ნახევარზე ბურთის გადატანა ამასობაში მაღალი პასი კოტრაშვილის ხრიდან არ გამოდის ეს გადაცემა და იქნება აუტი მაგაც არ გამოვიდა ატლეტიკის ფეხბურთელების შეტევა ლუკაშოპული გოლის შემდეგ ატლეტიკმა საკუთარ მომენტი ვერ შექმნა მოდი ასე ვთქვათ ძალიან კარგად თამაშობენ კომპაქტურად თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები დაცვით ასპექტებში და ხო გოლი გაიტანეს თუ არა ეკრებოდა დაცვაში გამოასწორეს თამაში რუსთავის ფეხბურთელებმა და გასაკებია პირველი ბურთზე ძირითადად ატლეტიკის ფეხბურთელები რჩებიან და ძირითადად ბურთს ატლეტიკი ათამაშებს მაგრამ ამ ყოველივე სადაკეთებს ისეთ მნიშვნელობა აქვს ამასაც მნიშვნელობა აქვს საკუთარ ნახევარზე მოცენთან ახლოს ათამაშებს ბურთს ხონდა ხოლმე ატლეტიკი და წინსვლას ჯერჯერობით მასპინძლები ვერ ახერხებენ ახოთ აი ეს გადაცემა ამასობაში მარჯვენა ფლანგის მიმართულებით ზუსტია პასი და აი ეს შეტევა შეიძლება გამოვიდეს საფრთხე თუ იქნება საჯარიმოში პასი ეს არის გასარკვევი ახლა აქცელებს ატლეტიკის შეტევას კარგი მოძრაობა და აქაც ყურადღებით თამაში დაცვაში შემდეგ გადმოვარდნილზე დარტყმა და რიკოშეტი მეკარეს მის ბურთი აქაც ყურადღებით თამაშობს გავაშელიშვილი აი ეს შეტევა იყო რეალურად კარგი და რეალურად შეიძლებოდა უფრო საფრთხეს გამოსულიყო იქ რომ არა ის რიკოშეტი რომელიც ვიღილებ და რუსთავის ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს იმ ეპიზოდში შემდეგ ბურთით ვინ დარჩება ეს არის საინტერესო მაინც დარჩებიან როგორ ჩანს რუსთავის ფეხბურთელები ბურთით თავი არბიტრს მოხვდა ბურთი და ამიტომაც გაჩერდა თამაში სწრაფად შეიყვანეს ბურთი თამაში რუსთავის ფეხბურთელებმა მაღალი გადაცემა მეტოქის ნახევარზე არ გამოდის ეს პასი ისევ ბურთით დეთმაისურიანი ფეხბურთელები მაღალი პასი კიდევ ერთი და ამჯერადაც არ გამოვიდა ეს გადაცემა იქნება აუტი დარჩება ბურთით ატლეტიკი ასეთი ეპიზოდები რუსთავის მხრიდან რა თქმა უნდა რა შედეგიც გვაქვს ამ მომენტისათვის ხელსაძლევს რუსთავს გულისხმობ მეტოქის ნახევარზე თუნდაც წამიერად გადასვლას აქ მაღალი პასი და შეიძლება საფრთხე გამოვიდეს აი ეს შეტევა მასპინძელთა შესრულებით არა უკან მოუხდა აქ ბურთის წამოყება თარბერდიევს და შემდეგ ბერიძე ჩაერთო თამაში აქაც ვერ გააგრძელეს შეტევა ატლეტიკის ფეხბურთელებმა კიდევ ერთი მაღალი გადაცემა ძირითადად ასეთი მცდელობები თავდება
იმით რომ იქნება დარტყმა კარიდან და ხო ნუ აქაც არ გამოდის ესეთი ცველებს ურს უკან მაღალი პასი შეიყვანს ბურთს შელიშვილი თამაში იყო ასეთი მცდელობები არაერთი უკვე ატლეტიკის შესრულებით და აქ ყურადღებით უნდა ითამაშოს ჯაჯანიძემ კი ბატონო მე-14 ნომერი თამაშობს პირველი ბურთზე შემდეგ აქ მეკარე გამოვიდა კარიდან და გადააქვთ ბურთი აუტზე მოიდის ფარდებს გარეთ შეეძლო იქ ხელში ვარ უბრალოდ თუ თანაგუნდელისგან მივიდა ბურთი ხელში აქ არ შეეძლო ხო წესების გათვალისწინებით იქნება აუტი ბურთით დარჩებიან რუსთავის ფეხბურთელები ბედოქის აჯანებასთან ახლოს მოაწვიან აუტს და ნახოთ იქნებ გამოვიდეთ საფეხბურთო შეტევაც აქ ჩაწოდება საჯარიმოში არა ეს ჩაწოდება კარგი იქნება დარტყმა კარიდან და ბურთით ატლეტიკი დარჩება 56 წუთი ამასობაში ჩვენი შეხვედრაც ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე შეხვედრის ბოლომდე სადაც მინიმალურია მხოლოდ ჩამორჩენა ატლეტიკის რუსთავთან მაღალი პასი ამჭიროთ წესით უნდა გამოვიდეს აი ეს გადაცემა აქაც ძლიერი იყო მაგრამ ბურთი დარჩა მოედანზე და რუსთავის ფეხბურთელები არიან ამჭირად ბურთით საკუთარ ნახევარზე გადის ეს გადაცემა ამასობაში შემდეგ ჯაჯანიძე თამაშობს კარგად დაცვაში და მეკარეზე პასი ამასობაში ცეცხლაძე ჩაერთო თამაშში ჯაჯანიძეზე პასი და ჯაჯანიძე აქ უჯარიმოდ თამაშობს ამ სიტუაციაში საკმაოდ კარგი იყო მე-11 ნომერი და აი ეს პასი არ გამოდის ვერ გაუგეს აქ კარგად ერთმანეთს ატლეტიკის ფეხბურთელებმა არა და ეს გადაცემა რომ გამოსულიყო შემდეგ თარვერდიევ შეიძლებოდა საკმაოდ დიდი მანძილი და დიდი სივრცე დარჩენოდა მეტოქის საჯარიმომდე ბურთით რუსთავის ფეხბურთელები დარჩებიან ამასობაში. რაც უფრო დრო გავა რა თქმა უნდა ატლეტიკი უფრო მეტად და იმპაქტურად იცდებიან შეტევაში გადასვლას და ნახოთ აქ მაღალი გადაცემა შეცდომა ამასობაში რუსთავის ფეხბურთელების შესრულებით გამოდის გავაშელიშვილი კარიდან და გადააქვთ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. ხო თითქოს და მარტივი სიტუაცია იყო და მარტივად უნდა ითამაშეთ აქ სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს მაგრამ აქ როგორც ჩაცვლილება ხორციელდება ატლეტიკის შემადგენლობაში ბუიღლიშვილმა დატოვა როგორც მოედნის მოედანი და მას მიზელთა რიგებში განხორციელდა აქ ცვლილება უთით ატლეტიკი დარჩება ისევ ეს პასი ძალიან სარისკოა და ეს ჯარიმა არის და აქ ყვითელი ბარათი პირველი ყვითელი ბარათი აი ამ დაპირისპირებაში რომელიც მიიღო წესდადებით ჯავაშვილმა და გაუთლებული არის ატლეტიკის მე-5 ნომერი დარჩება რუსთავის ბურთი და ეკნებათ შანსი რომ დაიწყონ შეტევა მაგრამ აქედან ჩაწოდების საშუალება შეიძლება გასაგებია ძალიან შორია კარამდე ზუსტად მოედის ცენტრში არის აი ეს ჯარიმა დაფიქსირებული და ახოთ ჩააწვიან საჯარიმოში რუსთავის ფეხბურთელები საინტერესოა რატომაც არა ასეთ დროს კი ბატონო ჩაწოდება საჯარიმოში საკმაოდ საფრთხეა კარში წავიდა პირდაპირ ბურთი შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა აქ მეკარე თამაშობს ცეცხლაძე და გადარჩა აქ ატლეტიკი რა გოლი გადიოდა პირდაპირ მოედნის ცენტრიდან აკეთებდნენ რუსთავის ფეხბურთელები გოლის გატანას რომ არა ხარიხა აქ პირველი პინიკდება ბურთზე საინტერესოა იქნება აუტი წესით ატლეტიკს დარჩება ბურთი კი ბატონო მეტოქის ნახევარზე იქნებათ ბურთი ატლეტიკის ფეხბურთელებს ჯაჯანიძე უკან პასი ამასობაში თარვერდიევი დიაგონალური გადაცემა მარჯვენა ფლანგის მიმართულებით ეს პასი გადის და შეიძლება აქ საფეხბურთო შეტევა დაიწყონ ატლეტიკის ფეხბურთელებმა ინარჩუნებენ აქ ბურთს მასპინძლები შემდეგ აქაც ყურადღებით თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები დაცვაში მართლაც ძალიან კარგი და კომპაქტური თამაში არის რუსთავის მხრიდან გატანილი გოლის შემდეგ დაცვის ხაზში ისევ ატლეტიკი დარჩება ბურთით ჯაჯანიძე თუ სიტუაციაში არის მე-11 ნომერი მაგრამ ძალიან კარგად თამაშობს ჯაჯანიძე შემდეგ თუ გააგრძელებს აი ამ სოლო რეიდს და აქ დაარღვია თამაშის წესები ჯაჯანიძე პლუს იყო რა თქმა უნდა აქ თამაშის წესი დაარღვევა და იქნებიან რუსთავის ფეხბურთელები
დრო არის ჯერ კიდევ რა თქმა უნდა დარჩენილი და იმისოთ რომ ანგარიში გაათანაბროს ატლეტიკმა და თუნდაც მოგებაზეც გაიწიოს მე-60 წუთი მიმდინარეობს აი ამ შეხვედრის სადღაც 10 წუთი არის დარჩენილი თამაშის დასრულებამდე და 10 წუთის განმავლობაში 10 წუთის მანძილზე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს რა თქმა უნდა წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ იქნება რა თქმა უნდა ჩემგან სწორი აქ ეს გადაცემა გადის და რუსთავის ფეხბურთელები არიან შეტევაში ჩაწოდება საჯარიმოში ეს ჩაწოდება გამოდის ამასობაში ერთი შეხებით დაგდება დარტყმა შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა იქნება აქ და რა ფურცს გადაეფარა აქ ატლეტიკის ფეხბურთელი გოლი გავიდა იქ როგორც ჩანს და რუსთავმა გაიტანა მეორე ფურთი ამ შეხვედრაში 2-0 ხდება ანგარიში და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს რუსთავის ფეხბურთელებმა ნახევარფინალისკენ მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში ატლეტიკის წინააღმდეგ ხედავთ აი ამ ეპიზოდს გამეორებით აქ იყო რიკოშეტის შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა აქაც რიკოშეტია და აი აქ ჩაეშვა როგორც ჩანს ფურთი კარში კი ბატონო ნუ აქ რა თქმა უნდა არ გაუმართლათ ატლეტიკის ფეხბურთელებს მაგრამ რუსთავმა აგერ ბატონო 2-0 გახადა ამ შეხვედრაში ანგარიში ხო პირველი ტაიმის შემდეგ ცოტათი რთულად წარმოსადგენი იყო აი ეს სცენარი რაც გვაქვს აი ამ შეხვედრაში ამიტომაც არის ასეთ საინტერესო ესპორტი და ფეხბურთი ზოგადად რომ ყველაფერი ხდება ამ სპორტში და ყოჩახ რუსთავს რა თქმა უნდა პირველ რიგში ასეთი მეორე ტაიმისთვის ატლეტიკს კი ძალიან გაუჭირდება გასაგებია თამაში დაბრუნება მაგრამ კიდევ ერთი გამეორდები რომ ყველაფერი ხდება ამ სპორტში და დასრულებული არაფერია ჯერ არის დარჩენილი დრო მაგრამ ძალიან რთული იქნება გასაგებია ორი ფურთიანი უპირატესობის შემოტრიალება აქ ფურთით ატლეტიკია და ახლა არის პირველ რიგში საჭირო ის რომ სწრაფი გოლი გაიტანონ ატლეტიკის ფეხბურთელებმა და მოახერხონ ანგარიშის შემცირება რაც უფრო მოკლე დროში გააკეთებენ ამ ყოველივეს მასპინძლები, უფრო მეტი შანსი დარჩებათ აი ამ შეხვედრის გადასარჩენად ესპასი ჯაჯანიძე ვერ დაეწია ამასობაში ფურთს და იქნება დარტყმა კარი და რუსთავს დარჩება ფურთი არ გამოუვიდათ აქაც ატლეტიკის ფეხბურთელებს შეტევა. ხო, ნუ ფაქტია ასეთი მცდელობები ძალიან ბევრი ქონდა ატლეტიკს თქვი რომ ამჯერად ცადეს ცოლებს რუსკან მაღალი გადაცემის გაკეთება ძირითადად გამოდიოდა არაზუსტი და ძლიერი და აქაც იგივე მოხდა. ამიტომაც ფურთით დარჩებიან რუსთაველები და შეიყვანს გააბაშელიშვილი ფურთს თამაში რუსთაველთა მეკარე ძლიერად შეიყვანა აქ ფურთით თამაში ჯაჯანიძე თამაშობს ფურთზე შემდეგ ვინ იქნება პირველი ფურთი რჩება ამასობაში მოედანზე როგორც ჩანს აუტი იქნება და ატლეტიკი დარჩება შეტევაში მარცხენა ფლანგიდან ძალიან ახლოს არის რუსთავი ატლეტიკის გაგდებასთან ურთულესი მოგებასთან მოდი ასე ვთქვათ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ატლეტიკი თქვი რომ პირველ პოზიციაზე გავიდა თავის ჯგუფში და რუსთავი მეოთხე პოზიციაზე და ატლეტიკმა გაიტანა 92 გოლი ატლეტიკმა კი 51 პონტი მხოლოდ ამ მოცემულობას თუ გავითვალისწინებთ ამ წვილის ფავორიტად ითვლებოდა ატლეტიკი მაგრამ აგერ მარტო ფავორიტები ვერ იგებენ ხო ზოგადად აუთსაიდერებიც ახერხებენ ზოგადად წარმატების მიღწევას ფეხბურთში და ახო ჯერ მაინც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს შეიძლება რაღაც სიდედი კი არა და ძალიან დიდი სასწაულიც მოხდეს დარჩენილ წუთებში მაგრამ ამისათვის ფურთი სჭირდება ატლეტიკს ამისათვის აქტიურობა სჭირდება შეტევაში რასაც მასპინძლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ აქ ჯანმა უნდა იყოს კი ბატონო დაარღვიეს რუსთავის ფეხბურთელებმა შეტევაში თამაშის წესები და ფურთით ატლეტიკი დარჩება 64 წუთი. სადღაც 6-7 წუთი თამაშის დასრულებამდე 2-0-ს იგებს რუსთავი აი ამ შეხვედრას და ორივე ფურთი მეორე ტაიმში გაიტანეს რუსთავის ფეხბურთელებმა. მასპინძლებს აქვთ აქ ფურთი და ოჯახ აქაც რუსთავის ფეხბურთელებს 2-0 ანგარიში და მაინც ესეთ პრესინგს თამაშობენ მეტოქის ნახევარზე და მარტივად ვერ გადადიან აქაც ატლეტიკის ფეხბურთელები რუსთაველთან ნახევარზე. დევერთი მაღალი პასი ამასობაში ეს პასი გადის და შეიძლება საფრთხე გამოვიდეს ეს შეტევა მარჯვენა ფლანგიდან არა შეტევის ტემპი დავარდა აქაც უკან პასი შემდეგ ჩაწოდება საჯარიმოში არის აქ შანსი თუ იქნება კარში დარტყმა ეს მოძრაობა არ გამოვიდა აქაც ყურადღებით თამაშობენ მცველები სტუმარი გუნდის შემდეგ ისევ ატლეტიკის ცდილობდა შეტევას არ გამოდის ეს პასი და აქ ფურთით რუსთავის ფეხბურთელები იქნებიან და დაიწყებენ შეტევა შეიძლება გამოვიდეს კიდევაც ისე რომ აქ საერთოდ დასრულდეს ყველაფერი მაგრამ არა ეს პასი უბრალოდ არაზუსტია და იქნება აუტი დარჩება ფურთით რუსთავი
არჩქარები რა თქმა უნდა რუსთავის ფეხბურთელები მოაწოდეს აუტიდან პურტი ერთ შეხვედრით გაათამაშეს საკმაოდ კარგად ეს პასი ძალიან კარგია თუ იქნება კარში დარტყმა არა გადაცემა არ გამოვიდა შემდეგ და პურტით ატლეტიკი იქნება მაღალი პასი ამასობაში აქ მეკარე არ გამოდის კარიდან მაგრამ პირველი პურტზე თამაშობს აქ რუსთაველთა მეოთხე ნომერი მოსაშვილი რომელიც აქაც ძალიან საიმედოდ თამაშობს და ოჩაკ მართლაც აი ამ ფეხბურთელს რომ არა მისი აი ესეთი თამაში შეიძლება და ერთ-ერთად გასულიყო ატლეტიკის ფეხბურთელი და იქნებოდა შანსი რომ ერთი პურტი გაეკვიტათ ატლეტიკის მოთამაშეებს ჩაწოდება აქ საჯარიმო მოედანში მეორე სართულზე თამაშობენ პირველი პურტზე რუსთავის ფეხბურთელები აქ ჯარიმა საერთოდ და დარჩება პურტით რუსთავი კიდევ ერთი ყვითელი ბარათი იქნება კოტორაშვილმა მიიღო გაფრთხილება ორი ყვითელი ბარათი გქონდა ამ შეხვედრაში და კოტორაშვილი და ჯავაშვილი არიან ეს ფეხბურთელები რომლებიც გააფრთხილა მთავარმა არბიტრმა პაპუნა მაჭარაძემ აი ამ შეხვედრაში ორივე ატლეტიკის ფეხბურთელია სამოცდამეექვსე წუთი მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრაში როგორც ჩანს საჯარიმოსკენ აპირებენ პურტის გადაგდებას რუსთავის ფეხბურთელები კი ბატონო საჯარიმოში პირდაპირ ჩაწოდება არა ეს ჩაწოდება არ გამოვიდა და იქნება დარტყმა კარიდან დარჩება პურტით ატლეტიკი უნდა იჩქაროს აქ ატლეტიკის მეიკანემ ცეცხლაძემ პერიძის გადაცემა ზუსტია ამასობაში და მაღალი პასი გადის ამასობაში ეს პასი ვნახოთ აი ამ შეტევას ამოყვება მარცხენა ფლანგიდან ეკნება შანსი ატლეტიკის შეტევის თარვერდიევი მოძრაობები არა ხომ უნდა იჩქაროს აქ თარვერდიევმა არ არის ასეთი მოძრაობების დრო ამ სიტუაციაში მარჯვენა ფლანგზე გადაიტანეს თამაში ატლეტიკის ფეხბურთელებმა შეცვალეს შეტევის მიმართულება შემდეგ ჩაწოდება საჯარიმო მოედანში და აქაც გავაშელიშვილი თამაშობს ძალიან კარგად საიმედოდ რუსთაველთა მეკარე რომელსაც ძალიან მაგარი თამაში აქვს და ის ანგარიში რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს დაფიქსირდა 0-0 ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ აი ამ მოთამაშის რუსთავის კარის დარაჯის აქ კიდევ ერთი მაღალი გადაცემის თვეულობა არ გამოდის ამჯერად კარგად თამაშობენ რუსთავის ფეხბურთელები ჩაჭრაზე ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები ეკნებიან აქ პურტით მეტოქის ნახევარზე შემდეგ უკან პასი ჯავაშვილი და მოამზადებს კიდევ ერთ შეტევას ატლეტიკი აქ რომ ერთი გოლი გავიდეს შემდეგ იქნება დრო დარჩენილი შეიძლება არც ისე ბევრი მაგრამ ერთი გოლის გასატანად იქნება მაინც დარჩენილი დრო ამიტომ საჭიროა რომ ატლეტიკმა მოახერხოს სწრაფად ერთი გოლის გატანა მინიმუმ რა თქმა უნდა აქ კარგი თამაში ამასობაში მე-14 ნომრის მხრიდან თარვერდიევი კარგია ამ სიტუაციაშიც აგრამ შემდეგ ვეღარ აგრძელებს შეტევას და როგორც ჩანს კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა ხო აი ეს არის ალბათ ძალიან კარგი შანსი იმისა რომ გაიტანონ ერთი პურტი ატლეტიკის ფეხბურთელებმა სტანდარტულებს როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში და მით უმეტეს ისეთ თამაში სადაც თამაში და როგორც ასეთი მომენტებს ვერ ქმნის გუნდი შეიძლება აქ სტანდარტულის მეშვეობით მოახერხონ გოლის გატანა ჩაწოდება საჯარიმო მოედანში არის შანსი ისევ გავაშელიშვილის შემდეგ აგრძელებს ატლეტიკის შეტევას აბა კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 2-1 ხდება ანგარიში მოახერხა ატლეტიკმა ერთი პურტის გატანა დრო არის ჯერ დარჩენილი 69 წუთი ახლა დაიწყო ბოლოს წინა წუთი და დრო ცოტა მაგრამ მაინც აქვს დარჩენილი ატლეტიკს და 2-1 ანგარიში შეამცირებს სხვაობა ატლეტიკის ფეხბურთელებმა ნუ ვერ დავინახე კარგად გვინ მოახერხა გოლის გატანა ვხედავთ ეპიზოდს გამეორებით და ანუ ასეა თუ ისე ანგარიში არის 2-1 და 1 პურტიანი არის ახლა ჩამორჩენა ატლეტიკის რუსთავის წინააღმდეგ არის ჯერ დრო და შეიძლება ძირითადი დრო არ გამოვლინდეს ძირითად დროში ამ შეხვედრაში გამარჯვებული იქნება აუტი პურტით დარჩებიან აქ რუსთავის ფეხბურთელები ეს გადაცემა არ გამოვა აქ წესით კი ბატონო ატლეტიკი დარჩება აქ პურტით უკან პასი ბერიძე შემდეგ ჯავაშვილი ჩაერთვება თამაში და ჯავაშვილმა გადაკვეთა აქ მოედნის ცენტრი მაღალ პასს აკეთებს ამასობაში თავით რუსთავის ფეხბურთელები თამაშობენ ისევ სტუმრები თამაშობენ აქ კარგად დაცვაში შემდეგ აქ ჯარიმოც თამაშობს რუსთავი და შეიძლება საკმაოდ სახიფათო შეტევა გამოუვიდეს რუსთავს ეს პასი წესით არ გამოაქვს ცეცხლაც და როგორი შეცდომა მეკარის და 3-1
3-1 გახდა ანგარიში. ცეცხლაძის შეცდომა რუსთავმა ისე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა აი ამ შეხვედრაში. ხედავთ ეპიზოდს გამეორებით. მაგაც არ გაუმართლეთ ატლეტიკის ფეხბურთელებს. 3-1. თითქმის აღარც არის დარჩენილი აი ამ შეხვედრაში. რუსთავი ძალიან ახლოს არის შემდეგ ეტაპთან. ბურთით ატლეტიკი არ გადაიძაბა სიტუაცია იქ მოახერხეს ატლეტიკის ფეხბურთელებმა ერთ ბურთამდე შემცირება თამაშის აქ. ნახოთ ეს გადაცემა. გავაშელიშვილი თამაშობს ყურადღებით ამ სიტუაციაში და შემდეგ სწორედ რუსთავი დარჩება ბურთით. ასეა თუ ისე ძალიან კარგი თამაში გამოდის ორივე გუნდს მადლობა ამისათვის. ორივე გუნდის განვიხილეთ ბრძოლა. ორაუნდიან დაპირისპირებაში კი ძალიან ახლოს არის რუსთავი იმასთან რომ ითამაშოს ნახევარფინალური ეტაპი გუნდთან, გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც უგებენ იმას რომ ძალიან ბევრი გოლი გაიტანა ატლეტიკმა თავის ჯგუფში და აქ ჩაწოდება საჯარი მოედანში თავური დარტყმა და ისევ გავაშელიშვილი, ისევ რუსთაველთა მეკარე თამაშობს საიმედოდ აი ამ სიტუაციაში. შეიყვანა შემდეგ ძლიერად ბურთი თამაში. კვლავ ატლეტიკის ფეხბურთელები ბურთით ჯაჯანიძე. უკან გადაცემა ჯავაშვილი. შემდეგ მაღალი პასი მეხუთე ნომრის მხრიდან გრძელი გადაცემა არ გამოდის აქ. ისევ ბურთით ატლეტიკის ფეხბურთელები არიან. კვლავ ჯავაშვილი. ბერიძე. მოძრაობა, შემდეგ მარჯვენა ფლანგზე ჩაერთო თამაში კოტორაშვილი. კიდევ უფრო მარჯვნივ პასი. ათამაშებს ატლეტიკი ბურთს მეტოქის საჯარო ნახევარზე, მაღალი პასი ამასობაში სახიფათოა ეს გადაცემა. დარტყმა კარში და აცდა ბურთი კარს, როგორი შანსი იყო რომ ისევ ერთ ბურთამდე შეემცირებინა სხვაობა ატლეტიკს აი ამ შეხვედრაში. ხედავთ აი ამ ეპიზოდს გამეორებით და ხო რა მეკარე ვერ ითამაშებდა გასაგებია ბურთზე, ბურთი რომ კარში წასულიყო და ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენეს ატლეტიკის ფეხბურთელებმა. იქნება დარტყმა კარიდან. ასეა თუ ისე მაინც ძალიან დაძაბული ბოლო წუთები ვიხილეთ აი ამ შეხვედრაში, აი ამ გუნდების ორ რაუნდიან დაპირისპირებაში. ისევ ატლეტიკის ფეხბურთელები არიან ბურთით და ბერიძე ჩაერთო თამაში. ცეცხლაძე. ცდილობს ატლეტიკი რა თქმა უნდა გოლის გატანას, ძელი პასი ამასობაში, ეს პასიც გადის, გამოდის კარიდან, აქ გავაშელიშვილი და აქაც როგორი მომენტი ქონდა ატლეტიკს. დასრულდა შეხვედრა, დასრულდა იმით რომ რუსთავმა მოახერხა ორაუნდიან დაპირისპირებაში ურთულესი მეტოქის ბარიერის გავლა და ატლეტიკი დაამარცხა, რომელმაც 90 გოლზე მეტი გაიტანა, 92 გოლი გაიტანა თავის ჯგუფში. ხო, ფაქტია, ამ გუნდმა, ორივე გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ შეხვედრაში, მადლობა ორივე გუნდს ამისათვის, მაგრამ რუსთავმა მოახერხა და ნახევარფინალში გასვლა შეძლო. მე რატი აბსენცე ვიყავი თქვენთან ერთად ამ დროის მანძილზე. დაგემშვიდობებით. ნახვამდის.